მოდი აქედან დავიწყებ რა. ამ ვიდეოში ნახავთ თუ როგორია ჩემი როგორც კონტენტ კრეატორის ყოველდღიურობა. და კონტენტ კრეატორის ქმრის. ხაძე ქმრით. მართალია ეს ვიდეო 2026 წელს აიტვირთა, მაგრამ 2025 წლის დეკემბრის კადრებია, რომელიც მთელი წლის მოკლე შინაარსია. ზუსტად ასეთი დატვირთული, ქაოსური და მრავალფეროვანი წელი მქონდა. ვინც პირველად ხართ ჩემს არხზე, გეტყვით რომ მე ვარ ელენიკო, 2019 წელს წამოვედი ოფისური სამსახურიდან და მის მერე უკვე მე-7 წელი დაიწყო, რაც კონტენტ კრეატორი ვარ. ამ პროფესიას დღემდე ისე უყურებს საზოგადოება, თითქოს მარტივია და სხვა საქმეებისგან განსხვავებით ნაკლებ შრომას მოითხოვს. მაგრამ იმედი მაქვს ეს ვიდეო ცოტათი მაინც შეგაცვლევინებთ აზრს და დაგანახებთ თუ რა ხდება იმ ერთწუთიანი ვიდეოების მიღმა. სულ მინდა ხოლმე რომ შემოგახედოთ ჩემს ერთ დღეში, იმიტომ რომ მთლიანად ესე მთელი დღის ვლოგი ძალიან დიდი ხანი არ გადამიღია, იმიტომ რომ ჩავრთავ ამ კამერას. იმდენი საქმე მაქვს ხოლმე რომ გაგრძელება მავიწყდება. მაგრამ თავარად დავიწყოთ, ხო? მაკიაჟის გაკეთება სახლში ვერ მოვასწარი და ახლა მანქანაში უნდა გავიკეთო. თან უნდა გადავიღოთ კამერით, იმიტომ რომ საშინელია მინდია და ტელეფონით უბრალოდ კუკუ კადრები გამოვა. და ჩვენ არ გვინდა რომ კუკუ კადრები გამოვიდეს. ახლა ხომ მოგიყევით ეს ყველაფერი. ის თვეში შეიძლება ეს კამერა ვერ ჩავრთო. იმიტომ რომ კოტა იქნება თავისი კამერით, რომელსაც გადამიღებს და მე იქ მექნება სულ რაღაც 40 წუთი რომ ის ვიდეო გადავიღო და თალკი ოპერატორი მჭირდება, იცით, აი ესე რომ დამყვებოდეს ყველგან. ოპერატორი ხო ვინატრე და აი დამყვება ესე. ერთი კადრი დაგვრჩა და წავედით. დღეს ორ საკმაოდ მნიშვნელოვან ივენტს ვესწრები. პროფესიას არ აქვს გენდერი, ესეთი არაფორმალური და არა ესეთი ოფიციალური კონფერენცია აბიტურიენტებისთვის, რომლის ერთ-ერთი წამყვანიც ვარ მე. აბიტურიენტებთან მქონდა საუბარი თუ როგორ მოქმედებს სტერეოტიპები აღზრდა და გარემო პროფესიის არჩევაზე. დასაწყისში სახალისო 15 კითხვა მქონდა მომზადებული, სადაც ყველა ინდივიდუალურად ჩაერთო ტელეფონით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრის მერე ცოტა ნაკლები სტერეოტიპები გავლენ ამ ოთახიდან. ახლა აქ შესვენება და შესვენების მერე უნდა იმუშაონ ჯგუფურად და იფიქრონ ისეთ პროფესიაზე, რომელზეც აქამდე საერთოდ არ უფიქრიათ. ოღონდ უნდა გაითვალისწინონ ის, რომ მომავალშიც საჭირო იყოს ეს პროფესია. ეკნებათ 5 წუთი პრეზენტაციისთვის. ძალიან მაინტერესებს რა პროფესიებს შემოგთავაზებენ. დღეს ჩვენი შეხვედრა ამით დასრულდება. ახლა კი უნდა გავიქცე. Spotlight-ია ძალიან საინტერესო. ნახევარს ვერ დავესწარი, მაგრამ იმედი მაქვს პატარა ნაწილს მაინც მიუსწრებ. ახლა გზაში რომ მოვდივე, დავინახე ქალბატონი, რომელიც აი დგებოდა, მაგრამ თან შეუძლოთ იყო და რა თქმა უნდა ვკითხე რომ სასწრაფო გამოვიძახო თუ არა თქო და არავით არ გამომაძახებინა. ნუ გამოვიძახე ტაქსი რომ წასულიყო სახლში. სადღაც 80 წლის იქნებოდა და ტაქსი რომ მოვიდა, სანამ მეორე გზაზე გადავედით, ჩაიკეცა რა კიდევ და ნუ მე ეგრევე სასწრაფოს დავურეკე. არა და გონზე იყო მელაპარაკებოდა ჩვეულებრივად და მეთქი ალბათ მართლა კარგად იყო და მივასახლამდე თქო და ერთ-ერთი რაც რაღაცნაირად ძალიან გამიხარდა ის იყო რომ ყოველ წამს გამვლელი ჩერდებოდა და გვეკითხებოდა რომ ეს სასწრაფო ხარ გამოგვიძახო რამე ხარ გჭირდებათ რამეში დახმარება ხარ გინდათ და ჩემთან ერთად კიდე ორი ბიჭი იყო რომელიც გაჩერდა მომეხმარა რომ ჩაიკეცა წამომაყენებინა მოკლედ ძალიან დამეხმარნენ და რაღაცნაირად იმედი მომეცა რომ საქართველოში არსებობს ის ხალხი ვისაც აქვს ემპათია რომ ადამიანებს დაეხმარნონ დრო დაუთმონ ესე გვერდი არა უარონ და არ ჩაუარონ როცა მათ დახმარება ჭირდებათ და როგორც იქნა მე სასწრაფო მოვიდა და გაიგებენ რატო წაიქცა მოვედი ახლა როგორც იქნა Spotlight-ზე დღეს წითელ ქუდას ვგავარ საინტერესო იყო ძალიან მე რამდენიმე სპიკერს მივუსწარი მაგრამ ძალიან საინტერესო იყო და მიხარია რომ მაინც მივედი ახლა მოვედი და დამხვდა პაწუკას საჩუქარი ვაიმე რაღაცები დავინახე და ზალამაზი აშკარად ძალიან კარგად მიცნობს ეს გოგო, იმიტომ რომ ყველაფერი აქ ფრჩხილებში ჩატეული. ბუბიც კი არის. ერთი რა ლამაზია და ეს მეორე აქ ბუბიც რო არის შეხედე. აუ სიგიჟია. ვინმეს თუ მოგინდებათ ზუმბური მოძებნეთ Instagram-ზე. საოცარი ნამუშევრებია. კაცი წაგვექცა მეგობრებო. ღორის გრიპი მაქვს. ღრუტულს დავიწყებ ხა მალე. ერთი კვირა ყოველ დღე უარეს და უარეს სიტუაცია შეკოდა და არ მიჯერებს და არ სვამდა აქამდე წამლებს სანამ დღეს ძალიან ცუდად არ გახდა და დღეს უკვე დაგვიანებულიყო იმ წამლის მიღება. ახლა მივდივართ რომ გავიკეთოთ ტესტი და მეც ვიკეთებ იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს და საერთოდ არ მაწყობს რომ გადამდები ვიყო მით უმეტეს ამდენი ბავშვიანი ადამიანია ჩემს გარშემო. ყველაფრის ტესტი გაიკეთე?
ყველანაირი გრიპის ტესტი გაიკეთა. ბარემ ყველაფერს გამოვრიცხავთ. აი ღორის გრიპი რო არ გქონდეს, შეიძლება კოვიდი გქონდეს არ. 15 რაღაცის ანალიზი გავიკეთე ერთად. ხო და ამ ყველასი ერთად პასუხი 1 საათში იქნებაო და მარტო ღორის გრიპზე 2-შიო. ეგ ვერც მეკეთე. ერთი ანალიზის პასუხი 2 საათში იქნებაო და 15-ის 1-ში. თხირი ხო, რამხელაც არის ამხელა რა. ან ბოლომდე ხო ჩაყო და აქ კიდევ თხირით მიაწვა. მაყლაპებდა. ბუბიკი რო ყოფდა მოვიწყდა. ჩემი შუქანა. მე აღარ გავიკეთე, იმიტომ რომ 1 საათში მოვაკოტეს პასუხები. ნახავ რამეზე თუ არის და მე უკვე ხვალ გადავწყვეტ სახლში დავჭემეც როგორც გადამდები თუ ხედო ისევ ჩემს საქმეებს და ეს ვაჟბატონი დავტოვო სახლში და იმკურნალოს. მიდასტურდა. ბრუნდებით უკან, ხო ეგრეა? ანუ 1 საათი უნდა ვიყოთ იქ. არა, შენ თუ ეხა დაგიდასტურდა, ხვალ არსად არ მივდივართ არც ერთი. ბობის საყვარელი პარკი არის ყაზბეგის პარკი. სადაც ყველაზე მეტ დარბის არასდროს არ ბეზრდება და იღლება. ძალიან ენერგიულია ხოლმე. ბობის ზომის პარკი არის. და ყოფნის რა. აი ლისზე ძალიან იღლება. გეჭორავეთ, მაგრამ ამასობაში სახში დასვლის დრო არის და ტესტის პასუხი რომ მოვა გეტყვით. ეს ვინ არის აქ ბანერზე? ვინ არის ეს? ეს შუქანა ხო არ არის შემთხვევით. მოვიდა, მიდი. უარყოფითი. უკმაყოფილო ხარ პასუხი. ძილინებისა. დღეს კიკეთის ფერმაში ამოვყავით თავი. კრეატორები შეგვკრიბა Red Bull-მა. ორი აქტივობები გვაქვს დღეს თურმე აქ. კიჭას. მაგარია ხახო ორშაბათ დღის სინათლეზე მეგობრების ნახვა და კორპორატიული ცხოვრებისგან შორს ყოფნა. კეთას აქვს ოფის ჯობი და დღეს აქვს შვებულება. დღეს რა მთელი კვირა და ორშაბათია დღეა. და ესენი ესე ცხოვრობენ ხალხო. ინფლუენსერები. მე და კეთას წელს გვაქვს რაღაცნაირად სპიკერობის წელი. ხო, მე რამდენი აკადემიაზე კიდე თუ აქამდე ხო არსად არ გავდიოდით, იმიტომ რომ ნერვიოდ და წელს რაც კი იყო ყველგან მივედით და ზოგადად ინგლისურად. ხო, ზოგადად ინგლისურადაც. მართალია ცოტა ვინერვიულეთ ინგლისურზე, მაგრამ მაინც ძალიან მაგრამ I am a table. არა. მთელი წლის შეჯამების შემდეგ დღეს გვაქვს ასეთი სახალისო დავალება, რომ გავაკეთოთ soft box-ის მანქანა. ანუ ხელნაკეთი. არამოტორიზებული მანქანით დავეშვებით. ასად არ დავეშვებით. კი, მე შეჭიბდიგო. უნდა გავაფორმოთ მანქანა, მანქანის მსგავსი რაღაც. ნებისმიერი თემატიკა უნდა მოვიფიქროთ, გავალამაზოთ, მე პილოტი ჩავსვათ ამ მანგრეში და დავაგოროთ. ვყიდეთ, რომ რადგან თემურა, იგივე ტემუ ძალიან პოპულარულია დღეს საქართველოში, ტემუს 5 ავაწყოთ. მიდი გავანაწილებთ, აი ყოჩა. აი მე ამაინა. ამაიცა პირამიდას თავი არ აქვს. პირამიდის თავი მე ვარ. იყოს ის მემკვიდრე და ოფიციალურად ლიცენზირებული მძღოლი სრულიად უმოტორო სატრანსპორტო საშუალება. წავიდა! ერთი, წავიდა! მაიმუნი გამომიწერია მე. გადაგვიღია ყველას არაფერი. და ყოჩა მომწონს. თუმცა თემო. მე რა გამომიწერეთ? აი მანდებს გაანბოქსინგე. აბა და მე მომწონს. წაგია ზაკარი იყო, ზალფანი იყო. რო ჩახვედით ყოჩა. ყოჩა კადროში ჩავიდნენ, შტაბეჭ დავია, ეგ ამავეც. ნამდვილად იმსახურებთ დამატების პრობლემებს იმის გამო, რომ ორობლის გარეშე დაეშვეს მანქანა, მაგრამ პოპ-კულტურის პიკი იყო. ძალიან მომეწონა თემის იდეა, როგორც კი დავინახე. მე 100 ხულ არავის არ დაუწერე, მაგრამ 95. ჩემს კატეგორიაში მიიღო. თემო დიზაინში. სარათამდა წარდგენა, ფარაონების ისტორია, რომელიც კოპიტონის დაიწერა მართლა შაბერდავი იყო ეს. გიორგი, მეორეზე მინდა. აგორებული ფარაონი. ანუ რეალურად თქვენ მიიღეთ ყველაზე მაღალი ქულები storytelling-ზე და რა თქმა უნდა პირველებმა დაახინიჭეთ და მაგის გამო მიიღეთ ყველაზე მაღალი ქულები. გადაინაცვლეთ, შენოთ პრიზები გადმოგეცემათ შიდა სიმწეში. პერსონალურია. ფოქსიკ მომავალ წელს ადელის დედოფლად გელიდო. მადლობა ტაში სალარი, ტაში.
დაგემშვიდობებით მეგობრებო, ნახვამდის. თქვენთვის ხშირად მithქვამს, რომ Red Bull არის influencing marketing-ში ერთ-ერთი საუკეთესო. იმის გარდა, რომ ძალიან კარგად გავერთეთ, ძალიან კარგი გადასაღები იყო ჩვენი არხებისთვისაც. და მაგას გულისხმობ ხოლმე ზუსტად, რომ მთელი გუნდი ფიქრობს იმაზე, რომ ჩვენც ძალიან კარგი დრო გავატაროთ და თან ისეთი საინტერესო იყოს, რომ გადასაღებადაც კარგი იყოს, მაყურებლისთვისაც სახალისო იყოს და ეს ყველაფერი ერთად წარმოადგენს ისევ ბრენდს. ძალიან ბევრი ივენტზე მივსულ ვარ, სადაც არაფერი არ ხდება გარდა იმისა, რომ უბრალოდ ახალი ბეჭდები აქვს, თუ რაღაცა და შამპანური დგას იქ. რომელიც უნდა მოწუხ. სადაც წასვლაზე ხშირ შემთხვევაში გუარს ვამბობ ხოლმე. ძალიან დაღლილი ჩამოვედი და ღამენათევი რო ვიყავი, ეგრევე გავითიშე დამეძინა. მე მქონდა ქოლი ხვალიდელი გადაღების და ახლა უნდა გადავიღო 2 ვიდეო. ახლა უნდა გადავიღო Zoom-ერის რეკლამა, რომელზეც ასევე ნაფიქრია და რომელიც ბევრად უკეთესი და ლამაზი რეკლამა გამოვა, ვიდრე ისეთი ვიდეოების, სადაც უბრალოდ უნდა ვთქვა, რომ ჩვენს მაღაზიაში 25%-იანი ბაზაგლება დაიწყო და მეტი რო არაფერი არ ხდება. მესიჯი რო არა, არც მუსიკა რო არა, არაფერი რა. ეხლა მაგალითად Zoom-ერის რეკლამაში აქვს საკუთარი შესაფუთი ქაღალდი. ათამაშებენ 3 ნიუტს, ამბავი აქვს, სახალწლო განწყობა აქვს და ასე შემდეგ რა, ანუ ნაფიქრი აქვს. ესე ვიყავი ხოლმე ზუსტად ქორწილებსაც რო ვიღებდი. ისეთ ქორწილებში, სადაც არ იყო ნაფიქრი, არც ფოტოზონებზე, არც ხელმოწერის თაღზე, არც რაღაცა პატარა გართობებზე, რომელიც მე სტუმრებს გაამხიარულებდა, არც ფოტოსესიის ლოკაციაზე, რომ უკეთესი ფოტოები გამოსულიყო და უბრალოდ მეპატიჟებოდნენ ოჯახში, სადაც მოვიდოდა ბიჭი ვარდებით და მე წავიდოდნენ რესტორანში, ვერ გამოვიდოდა იქ კარგი ფოტოები ვერასდროს რა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ფინანსებთან, ფიქრთან, დროსთან დაკავშირებული და რესურსთან, მაგრამ თუ გვინდა რომ კარგი შედეგი მივიღოთ, ამაზე წინასწარ უნდა ვიფიქროთ. რაც რეალურად ვიდეოებში არ ჩანს, 1 საათი ვაწყობდი ამ ყუთს. და კიდევ რაც არ ჩანს, 1 საათია კოტე შუქს აწყობს. კიდე კადრში არ ჩანს ბობიკის ხრინვა, რომელსაც ვაჩუმებთ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ისმის. მე მიყვარს ტალახიანი ტუშები. რო ეტყობა, რომ ტუში მისვია, აი ეგეთი ტუშები და თუ რომელიმე გაგახსენდათ, გთხოვთ დამიწერეთ კომენტარებში. კიდე რაც თქვენთვის არ მithქვამს, ეხლა ნახდათ არ მეტყობა ეგ, მაგრამ ძალიან ცვივა თმა და დავიწყე მარტიდერმის ამპულები. კაი ის არის, რომ ეს აბუსალათინივით არის იზეპები და ჩვეულებრივად აგრძელები იმ დღეს ცხოვრებას. ცუდი ის არის, რომ მარტო ეს ალბათ არ მიშველის და ვიტამინებსაც ვახმარ. იმის გარდა, რომ დრედებს გავაყოლე ნახევარი თავი. ყველა დაბანაზე, იმის მიუხედავად, რომ შრალზე აღარ ვივარცხნი და მხოლოდ კრემიან სველთმას ვივარცხნი უბრალოდ, რომ ეს კურულები გამოყოფილი იყოს. საშინლად ბევრი თმა მცვივა. წავედით ახლა ჩავიცვათ და დავიწყოთ გადაღება. რო ჩავაქროთ? რომელი? ეგ წვანე. უკეთესია. ძალიან წითელი ვარ. აბა მწვანე ნახე რა. Zoom-ერის ფერია მწვანეც. ეგ ოღონდ ჩააქრე. აი ეგ, აია. რო ვამბობდი გადაღებების დროს ბობი გვიშლის ხელს თქვა, ამას გულისხმობთ. შუქანია. მე შუქანი. Zoom-ერულ საჩუქრებს ერთი სული აქვს აღმოჩნდნენ თქვენთან და ესენია ხო აი ეგრე. ჯერა. Can you suppose როგორც უნდა მოიგო და გვერდზე მიატრიალო? Dream Styler-ი, PlayStation-ი, მე წონმძიმია და iPhone 17. გაჩი, დავცხა. მე მგონი ეგ არის და გადავიღეთ. ბოლოს ვარ გამეჭედა, ბებად ხარასხლებს მოვჩებოდა. ესეთ ახლა უკვე მეორე ვიდეოს უნდა ვიღებდე ჯერ სანამ ამას დავამონტაჟებ, მაგრამ ისე აბდაუბდად გადავიღე, ჯერ აუცილებლად უნდა შევყარო ეხა. ნახო კადრები, ბარემ დავამონტაჟო და მერე გადავიღო მეორე ვიდეო. ვიღაცა გამოვაკიდე და იტყვის, რომ მარტივია ინფლუენსერო. 45 წამიანი ვიდეო და ახლა ნახეთ რამდენი დეტალი არის ერთ ვიდეოში. ნუ აქ ლოგო გამოვიდა თავისი ხმით. მერე არის რამდენიმე close-up-ი. აქ ეს კომენტარიც ხო მე ჩავსვი, ტექსტიც თავისი ხმით. Zoom-ერის საჩუქრები და გამოიწეროთ Zoom-ერის Instagram. ეს ვიზუალი, აი ეს მაუსის კლიკი, რო აი ამ მოძრაობას აკეთებს, აქედან რო აქამდე მოდის ეგ ცალკე თავისი ხმით. Zoom-ერის საჩუქრები და გამოიწეროთ Zoom-ერის
ღმერთის ინსტაგრამის გვერდი. თარიღი 25 ტექსტი, ხმა, ლაივის, გრინ სკრინი. ამასობაში პირველ საკლია 20 და მე უკვე ძალიან მეძინება. დავარენდერებ და წავალ მეორე ვიდეოს გადავიღებ. უკვე არის 2 დაწყებული და ახლა ჩვენ შემდეგი ვიდეოსთვის ვემზადებით, რომელიც საკმაოდ სენსიტიური თემაა და ეხება მენსტრუაციას. ვამზადებ გადასაღებ რეკვიზიტებს. ამ წამს მორჩი მეორე ვიდეოს გადაღებას არის 3:20 წუთი. ამ ვიდეოს ახლა შანსი არ დავამონტაჟებ. ხვალ მაქვს დაახლოებით 2-მდე დრო და ხვალ დილით დავამონტაჟებ. ხვალ პორის მერე ვარ ერთ-ერთი რეკლამის გადაღებაზე. თუ მომცეს ნებართვა შეგაჭყიყებთ. კარგად. ალბათ ფიქრობთ ახლა რომ ამ წამს გავიღვიძე? არა, თქვენ შეცდით. მთელი დილა ვამონტაჟებდი მეორე ვიდეოს, რომელიც ბოლოს გადავიღე. ერთი ფაქტი, რაზეც მეცინება ხოლმე. დამკვეთის შემთხვევაში არ არსებობს ვიდეო ძალიან მოეწონოთ და ეგრევე დაგიდასტურონ. უეჭველი მოგწერენ რომ ვაიმე ძალიან მაგარი ვიდეოა, ძალიან მოგვეწონა, მაგრამ არ ვიცი რაღაცა საგეპებს ჭირთ ხოლმე ძირთად შემთხვევაში ეს რა. არ არსებობს რომ იდეალური ვიდეო გაგრძნობინოს რომ გამოგივიდა. ყოველთვის გაფიქრებინებს რომ აი კარგია, მაგრამ ერთი ეს შევცვალოთ რა. ზუსტად მაგ პატარა ცვლილებების და ლოგო გამიდიდე, ლოგო დამიპატარავეს გამო შევეშვი გრაფიკულ დიზაინერობას. მაგრამ ნუ დამკვეთებთან კომუნიკაცია მაინც იგივენაირია როგორც ყველა სფეროში. ახლა უცებ უნდა გავემზადო, როგორც გითხარით გუშინ ერთ-ერთი რეკლამის გადაღებას უნდა დავესწრო. behind სცენა უნდა გადავიღო, როგორ იღებენ რეკლამებს. ვინც არიცით, casting manager-ი ვიყავი მე. სანამ კრეატორი გავხდებოდი და ხშირად მენატრება ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გამოცდილებაა ესე ყოველდღე სხვადასხვა სეტზე ყოფნა და იმის ყურება თუ როგორ იქნება რეკლამა, რომელსაც მე ამდენი ადამიანი უყურებს ხოლმე და მოწონთ. ნახეთ რა ლამაზ სივრცეში აქვთ გადაღება. მთელი ვიდეო არის გრიგოლ კობახიძეზე, რომელსაც ეძახდნენ ჯორჯ კობის. კობი იყო რაჭველი ბიჭი, რომელიც 10 წლის ასაკში გაიპარა სახლიდან და ბორჯომში თავის ძმასთან მინის ქარხანაში დაიწყო მუშაობა, სადაც ფერად მინის ბოთლებზე ექსპერიმენტებს აკეთებდა. შემდეგ ძალიან ბევრი იმოგზაურა და ბოლოს მოხვდა ამერიკაში, სადაც თავისი შრომის მოყვარეობით გაახალისა ახალი წელი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს ბევრი დაბრკოლება შეხვდა ცხოვრებაში, ადრეულ ასაკშიც და შემდეგ დიდობაშიც, მაინც მიჰყვებოდა თავის გზას და გულანთებული აკეთებდა იმას, რისიც წამდა. და მისმა ამ მიდგომამ ბევრ სხვა ადამიანსაც მისცა ინსპირაცია და ახალი წელიც გაულამაზა. Christmas is Kobe. ის იყო ინსპირაცია ადამიანებისთვის, რომ შენს გზას არ უნდა გადაუხვიო და როცა შენს გზას არ უხვევ, შესაძლებლობები უსაზღვროა. მართლა ძალიან ჯადოსნური რეკლამა გამოდის და ძალიან მაინტერესებს ფინალური შედეგიც. ვინც აკადემიაში სწავლობთ ან გისწავლიათ, ახლა ვიდე გაჩვენოთ. ეს ადამიანი, რომელიც უეჭველი გეცნობა. და ახლა ვუღებ ამ საუძზე. ნახე როგორ ვხდებ. სიყვარულია მშობელიო. ვარდებით მომიტანე აგერკი. სიყვარულია ვერტიკალური დათმობრივად. ვიფერ გაიგო ხალხი. ხამის 3 საათია და ალბათ ფიქრობთ რომ მორჩა გადაღება, მაგრამ არა. კიდევ რამდენიმე სცენა ქონდათ გადასაღები, უბრალოდ ჩემთვის საჭირო სცენები უკვე აღარ იქნებოდა და წამოვედი, იმიტომ რომ ხო უკვე დღეს სხვა გადაღება მაქვს და მინდა რომ ფეხზე ვიდგე იქაც. ძილნებისა. კოტემ გაიშარა თავი და გადაწყვიტა რა, გადავაწყვეტინე რომ ახალ წამდე თითო საჩუქარი გამოეტარა და ესე ერთიანად არ დაედო ნაძვის ხის ქვეშ და დღევანდელი პირველი საჩუქარი ჩვენ გვაქვს უმაგრესი თავის ფანარი. ეხლა რატომ მინდა რომ გაჩვენოთ. ნახეთ რა მაგრა ანათებს. ეს 1, ეს 2 დაბრმავდით ხო უკვე? ეს 3. სითბო, სიცივე, რაღაცა კიდე ექნება რა, მოკლედ მაგარი ფანარია ძალიან. და ეხლა თქვენთან ერთად დავაანბოქსინგებთ. ოპა. ეხლა გადავიდეთ მე რა გამოვუწერე ჩემ თავს, იმიტომ რომ 8%-ია. ეს არის მენსტრუაციის სათბურა, ჩვეულებრივი გრელკისგან განსხვავებით წყლის ჩასხმა არ ჭირდება და თან ძალიან კაი სარტყელი მოყვება, ესე გრელკით ხო ვერ ივლივერსად. და ამას ესე წელზე შემოიხვევ და სადაც კიდე იქიული. ძალიან კაი ტიპია და უნდა დავაკვირდე რამდენი ხანი გაძლებს ბატარეა, მაინტერესებს და რამდენი ხანში გაბუჭდება მაგასაც დავტესტავ, იმიტომ რომ წემ უნდა გამოვიწერე. თლად ჯანზე ვერ ვარ, იმიტომ რომ 2 ღამე გადათენება ჩემთვის ნამეტანი აღმოჩნდა, მაგრამ სად მაქვს ეხა მე დასვენების დრო? ახლა არის 2:30, უნდა გავემზადო უკვე რომ წავიდე გადაღებაზე და პლუს კაბაც უნდა მოვისინჯო, იმიტომ რომ ზეგ ისეთი გადაღება მაქვს, სადაც უნდა მეცვას ლამაზი წითელი კაბა.
საახალწლო ფონზე და ხო და ეს კაბა უნდა იყოს ელეგანტური და მე ელეგანტური კაბები ძალიან ცოტა მაქვს გარდერობში. ამიტომ უნდა გავიდე და მოვძებნო. ულამაზესი წითელი მოსაცმელი წამოვიღე 60-დან სამწუხაროდ კაბას ვერ მოვასწრებთ ესე ერთ დღეში და ჩემი ბრალია. თორე ულამაზესი ვარიანტები აქვთ. ამ მოსაცმელს ახლა შემიძლია რომ ან შავი კაბა მოვუხდინო თუ ძალიან არ ჩავაშავებან ზუსტად ამ ნაჭრის წითელი კაბაც უნდა ვიპოვო. ამ გადაღების პლუსი გითხრათ? აი ეს დამხვდა აქ. მოდი აქ. აი ეს რო ყავს სახში? აი ეს რო ყავს სახში? ესეთი მოსიყვარულე ძაღლი მე იშვიათად. მეგო დაჯექი. აი ხავე გეტყვით მე რომელი მინდა, აი. სხვა შორის ეს მინდა ძალიან. ნახეთ რა ლომაზია და რა ტევადია. გათამაშების მეორე გამარჯვებული უნდა გამოვავლინონ თანამშრომლებმა და ხმის მიცემას გადავიღებ და დღეს არის ბარბარობა და აღმოჩნდა რომ მეკოლე ვარ. ვაიმე, ისედაც ჭკვიანი ხარ? მორჩი გადაღებას ახლა შევიძინე პატარა საჩუქრები და ეს პატარა საჩუქარი გახლავთ სანტას ფოსტის ყუთი, სადაც სურვილებს ჩააგდებენ. ლობიანს ვფიქრობ ახლა ვერ ვიშოვი, ძალიან ექსპრომტად გადაწყდა ჩემი მეკვლეობა და ამიტომ ბარბარობა დღეს ლობიანს ნამდვილად ვერ ვიშოვი. დღეს კოტე მიდის დილით ონიეშვილზე ლობიანის საყიდლად და ისე დასცინეს. ორი დღის წინ მორჩითო მიღებასო შეკვეთებისო, ან გუშინაც ვერ შეუკვეთავდიო არა თუ დღესო. გაიხარე. ბედნიერი ახალი წელი. ზოგადად მე ვითვლები კარგ მეკვლედ, ამაში კოტეც დამეთანხმება. უბრალოდ ჩემთვის ვარ კარგი მეკლე. ანუ ჩემს სახლში რომ შემოდერ წესით ხო ოჯახის წევრი არ ითვლება ხოლმე მეკლედ, მაგრამ მე ძალიან კარგი მეკლე ვარ ჩემთვის და ერთი წელი მახსენდება ჩემებთან ნაგვის პარკით რომ შევბრუნდი. საუკეთესო წელი გქონდა იმ წელს, მართლა. მიზანი არის რომ მე ვიყიდო ბრინჯი და შოკოლადები. ფულსაც ვაგდებ ხოლმე, მაგრამ აბა ფულს ახლა ვერ გამოვიტან. თვითონ რომ გადმომიგდონ ფანჯრიდან ის ფული ჩაითვლება? ის აქ საფულეში ჩემი ფოტო. ამ მაღაზიებში რატო იყიდება ეს ნახევრად გაფუჭებული რაღაცები? ამას თავი უმოძრავებს. ტკბილეული უნდა ჩავიყარო. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ გვაქვს ბრინჯი. ერთ ხელში ტორტი, მეორე ხელში სახლი. ბიჭო დამეყარა ყველაფერი, გააღიკარე. არ მიღებენ ბიჭო. რატო გძინავს? სიხარული და წარმატება და ბედნიერება და სახლი რაც თავარია დიდი სამსართულიანი თბილისში რა თქმა უნდა უკარგეს უბანში. აუ ეს ჩავასხა, ამაში წყალი უნდა ჩაასხა. და ბოლი ამოსდის. აი ესეთი სახლი მომელოცოს მომავალ წელს. ალბათ ფიქრობთ რომ ჩემი მეკვლეობა ლობიანების ჭამით გაგრძელდა, მაგრამ არა. დღეს საჩუქრების შეფუთვას ვიღებთ. საათნახევარი გავიდა და აი ამას ვაკეთებდით. მოიცა მაქედან უშნოა. აი ამას ვაკეთებდით. უკვე ტირილს ვიწყებ, იმიტომ რომ რა რეფერენსებიც მქონდა და ზოგადად როგორც უნდა შევფუთო, ის ფუთავს მყარი ქაღალდით, რომელიც არის დამორჩილებადი და მარტივად არ იკეცება და მეორე შეფუთვას ვაფუჭებ, მხოლოდ იმიტომ რომ ქაღალდი არ მომყვება რა. და ყველა სიკეთესთან ერთად შეზღუდული ვართ თან, სულ 3 ქაღალდი გვაქვს. 4 საჩუქრის შესაფუთად. აი ახლა ტორები რა არის ბიჭო რა. ეს ლამაზი გამოვიდა კიდე. ეს სხვა ქაღალდით უკეთესი გამოვიდოდა. და აქ რა ხდება? ვიცი რა საშინელად გამოვიყურები, მაგრამ ვფიქრობ არა მომი ამ გადაღების შემდეგ დედა რას ვიცი რაც არის. უკუღმა მიჭირავს ხოლმე. ესე არის. დაახლოებით 1 წელია ვეხვეწები რომ ნივრის წნილი მინდა თქო. და ეს რომ ხელში დავიჭირე, მე ზუსტად ვიცი რომ აქ ნივრის წნილი დეს. ამ ნივრის წნილის ვიდეოები მხდება ძალიან ხშირად. არა ეს ის არ არის. თითო როდებს მე გმინდა. ხა მოდი გაგასინჯო.
თავიდან რაღაცნაირად იწყება და მერე გემრიელი. არ მიჭამია. რის მერე? ბავშვობის მერე. იმ ნივრის წინასთან მე ვისი ვიდეოებით ხდება ხოლმე. ურევს პამიდურის პესტოს. შეგიძლია შეურია მაგას. რა კი რაღაცებს ურევს. ლევსთან გასარჩევი როა დებილობა იქ პირდაპირ ყრია და წვენს გადაასხამდა. წავედით ახლა დავამონტაჟოთ ის ვიდეო. დღეს ძირითადად სახლში ვიყავი, სცენარებს ვწერდი, თქვენთვის საინტერესო არაფერი. რამდენიმე ვიდეო დავგეგმე და დავაგზავნე მეილები და ახლა მივდივარ გაცოცხლებული შოუს ჩაწერაზე. ერთხელ ვარ ნამყოფი და ძალიან ბევრი ვიცინე, ზოგადად ძალიან მიყვარს და ხშირად ვუყურებ ხოლმე მაგის ეპიზოდებს. რადგან ჩემი მეგობრები ესე არ უყურებენ დიდად ქართულ YouTube-ს, ეგეთ გადაცემებში ძირითადად მივდივარ ხოლმე მაგდასთან ერთად. წინაზე ვიყავი punchline თერაპიაზე, ესეთ აქაც ძალიან ბევრი უნდა ვიცინოთ და ერთადერთი დამაბრკოლებელი ფაქტი არის ის, რომ წვიმს გარეთ. და მე რა თქმა უნდა სკროლით მინდა წასვლა. წვიმამ კიდევ კაი ცოტათი გადაიღო, თორე მაგდა გამელუმპებოდა. ეს რამე ახალი ურია YouTube-ის? არა, ეს ჩემი ვლოგია YouTube-ის. YouTube-ის. ანუ ხო? შენი აზრით ახალი წლის გაცოცხლებულ შოუს რამდენს დაუწერ 10-დან? 6 უეჭველი, იმიტომ რომ თბილა. დანარჩეს. იქ სტუმარის გამოყვანა რო იყო, შენ გახვალ? არა, გოგო გადაო. აღარ გადიხარ იქ. მე და მაგდა რო ვიყავით punchline თერაპიაზე, მაგდა ძალით გავაგდეთ სცენაზე, იმიტომ რომ თვითონ უნდოდა, მაგრამ ახლა ნანო გოგო არ მიყურებია? ხო, მაგრამ კაი გამოცდილება იყო, 10 აღარ მოგინდება. ხალხი რამჭირს მაგ ვიდეოში, აი თითქოს აი შეშინებული რო ხარ. მაგალითად თუ გგონიათ რომ punchline თერაპიაზე გასვლა შესვლა გაგიწოდებათ? ცდებით. არა. თუ მართლა რაღაცა გადაობა პრობლემა არ გაქვთ? მე რა ვიცი, იქ ჩემთვის გადაობაა და ეგ რაც ვთქვი, შენ როგორია რომ მაგარი გადაობაა და არავის რო არ ეცინება. მისმე შენ ჟირაფის ანეკდოტი იცი? ჟირაფზე რო არის ანეკდოტი. ჟირაფი შედის მაღაზიაში და გამყიდველს ეუბნება, პური მომეციო და გამყიდველი ეკითხება, წითელი, ყვითელი თუ მწვანეო და ჟირაფი ეუბნება, რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ველოსიპედით ვარ. ანუ ეს არის ყველაზე ცუდი ანეკდოტი და ყოველთვის უყვები უცხო ადამიანებს. მე ვერ მივხვდი. ანუ არ არის სასაცილო. ანუ აი, ხო, მაგრამ მე რაზე მეცინება, იცი? შენი სახით მიყურებს ძალიან ბევრი ადამიანი ჩათვალე. ცოტა გაგიხსნა. ძალიან ცუდი, ანუ ანეკდოტი არ არის, იმენაში შტერობა და ტიპს გონი ხარ დებილი. ყბები გვეტკინა სიცილის. ჩემი აზრით ამ გადაცემას +18 დააწერენ, იმიტომ რომ აი ჩემი აზრით არ გავა ნახევარზე მეტი უბრალოდ ჩვენ. ის მომსწრე გავხდა და კესელდება ცო. არა, ბასტოს ადგილას რო ჩვენ ყოფილიყავით, ჩვენ დავასწრე. ბასტო არა. მადლობა ბიჭებო, ძალიან კაი იყო. და შემდეგი დღის საჩუქარი არის ჩემი 3000 ჯერ ნანატრი ცოცხი. აი ხო არა, ამას რა თქმა უნდა, ორი დღე ვწუწუნებ, რომ ძალიან დავიღალე თქვა და მოყვა მასაჟი. დღეს თმებიც კი შევიღებე, რომ კარგად მქონოდა, მაგრამ რაღაცნაირად თმის დღე არ მაქვს, მაგრამ მანამდე მე გადავიღე უკვე მინისო. ახლა მივდივარ ბიბლუსის გადასაღებად. მე უნდა დავასრულო ეს მილკას გადაღება. და მე უნდა გადავიღო საათი. მე მგონი წესით არაფერი არ მრჩება, ყველაფერი ჩავაბარგე, ჩავალაგე. ეხლა ერთადერთი განათებებსაც ჩავალაგებ და ამასობაში პარალელურად თან დავიწყეთ უკვე სამღებრო სამუშაოები კოტე მაღაზე დარბის. ალბათ საცობშია გაჭედილი და რომ მოვა მე გადავალთ საახალწლო სტუდიაში სოფოსთან, სადაც გადავიღებთ ამ საახალწლო ვიდეოებს. გადავიღეთ ბიბლუსი, პატარა ნაწილი დაგვრჩა, რომ სტუდიაში გადავიღოთ. ძირითად ნაწილს მაინც დროის ვხარჯავთ საცობში, იმიტომ რომ მანქანით ვართ, იმიტომ რომ განათებები გვაქვს წამოღებული. ახლა წავალთ სოფო სტუდიაში, თან შეგაჭყიდებთ რა ლამაზად აქვს მორთული. აქვე უნდა აღვნიშნო კოტეს ბიპოლარი ხასიათი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში. თუ რაღაცა არ გამოდის გადაღებაზე და ორივე ვართ ცუთხასიათზე და ხოცავთ ერთმანეთს, ჯობია რომ არ დაელაპარაკო და რაღაცნაირად მოაგვარო პრობლემა, მაგრამ თუ კოტე ნაჭამია, თუ ყავა აქვს დალეული, თუ არაფერი არ აწუხებს და ყველაფერი კარგად გამოდის, თუ ეს ყველაფერი ხდება, მაშინ კოტე არის ზე ენერგიული, ვერ ვაჩერებ ხოლმე, საწაიღოს ეს ენერგიები არ იცის. კიდე? ყველა სიკეთესთან ერთად
მეც ნერვებს მიშლის იმდენად ენერგიულია. ჩემთვის არ არის ეს და დავაყვეთ რა კბილეული. გადავა ისე რომ მეც წამოუღე შოკოლადი თავისი წერილით, რომელიც უნდა დაბუტოვო და დამასწრო. ნახეთ ლამაზი სტუდია, შენ გოგოს რა ლამაზი ნაძვის. აქეთ სხვა სივრცეებსაც აწყობს ხოლმე, მაგრამ ძირითადად საახალწლო სეტი ეს არის. ერთი გადაღება მორჩით. ახლა უცებ უნდა ჩავიცვა გუშინდელი მილკას დასაცმელი, რომ იმის დასაწყისი გადავიღოთ და ეს მოხდება 1-2 და ტადა! გუში რაც შევფუთე, ყველაზე ნორმალური ეს გამომივიდა. ახლა უცებ გადავიღებთ მეორე ვიდეოს და მე ნახეთ მესამე ვიდეოზე წვალება. 10 საკლია 20. სონს ჩამოვდივარო, აქედან გავალთ. პირველის ნახევარზე. შენი აზრით? ახეთ რა უცებ გარდავქმენით ეს სტუდია იასამნის ფრად. ამ ბრენდის მოთხოვნა რომ 5 წამში გამოჩნდეს პროდუქტი, რასაც ვერ ვუსრულებ, იმიტომ რომ 5 უფრო 6 წამში ჩანს ვიდრე 5-ში. ეგარი. აი დაეწყო. ახალი წელი მოდის და ჩემი საყვარელი აქტივობა საჩუქრების შეფუთვა. ამიტომ ახლა თქვენს გაგიზიარებთ თუ როგორ შეფუთოთ ასე ლამაზად. ძალიან მიხდებს გავდა. კაი. გაგიზიარებთ თუ როგორ შეფუთოთ ასე ლამაზად. კარგია. 10 საკლია 10 და უკვე 2 ვიდეო გადაღებულია. ზოგადად რა ვიდეოებშიც არ ვლაპარაკობ და უბრალოდ მუსიკა. იმ ვიდეოებს ძალიან სწრაფად ვწერთ. ახლა უცებ გამოვიცვლი. ტადა! ცოტა წინ. მე ვიფარებით რომ ცოტა წინ. კაია. კაი, ხაი ამის close-up. და მე ამაზეც მოხვა. ესე. ეხა დავები, ხო? მაგიდა გიშხე? ცხადია. ჯუჯღუნა. რა თავს ვიკლავ ეს ქუსლიანები რომ აცვია, ხო არ ჩანს პრესაცმელი რა. ეს აქამდე რატო ვერ მოვიფიქრე? თუ გინდა ერთი შორი კადრი აიღე უხსნი და მე ახლოს გადავიღოთ. რაღაც არ მიწევს ამ კადრში და არ ვიცი რა. და დადგა ის მომენტი რომ მე უკვე საათი მიკეთია და ახლა ჩვენ უნდა გავხსნათ შამპანური. და პოლი ამოვა ეგრევე ამოშია მარჯვენა ხელი. არა ვაშენს. ეგარ. არ დადგაჯე და ასხი. აკახდება. შო. ვა, გაიგო ძალიან. ეგ არის. პროსტა საათი გოგოსთან გავიდა რა. ჯო. ეგარ. ეს მარცხენა ხელით უნდა მეკრა. არა უშავს. კაი, არა უშავს. ფირის დადება ვქნათ მარჯვენა ხელით, ეს შორი კადრი იყო. ერთად თავიდან ეგ. ეხა არის 12:30. დათქმულ დროზე ბევრად მალე მორჩით. და აი ამ ჭიქით თქვენ გაგიმარჯოთ, ჩემო გამომწერობ, რომელმაც ახლა გამოიწერეთ ჩემი არხი ზუსტად. აღმოჩნდა რომ ერთი კადრი ქონდა დარჩენილი და სანამ განათებას დავშლიდით, მაინც გადავავლეთ თვალის სცენარს და გადავიღეთ ის ერთი კადრიც, რომელიც იყო მისალოც ბარაძე. ეხა ამ ბარაძე სოფიკოს დავუწერ მე წერილს, დავუტოვებ ჩემგანაც ტკბილეულობას და ტორტიკს. ეს 5 ტყვილა კი არ წამოვიღე და ეს ტორტი. აბა მარტო თვითონ უნდა დაეტოვებინა აქ საჩუქრები, რომ დამასწრო მაიმუნი ეგ. რა თქმა უნდა დავულაგებთ სტუდიასაც და მერე წავალთ. ამასობაში, ვა, ზუსტად გავარტყი. მე მოვიგე, ვინმე თუ ჯერ კიდევ არ იცით, სოფოს აქვს ბავშვებისთვის სტუდია. მაგიტო არის მოცუცქნული და პატარა ზომა ყველაფერი. აქ მივუთითებ მის Instagram გვერდს და შეგიძლიათ მიწეროთ და დაჯავშნოთ ფოტოსესიები ნებისმიერ სეზონზე. ახლა კი წავედით. და კიდევ ერთი მშვენიერი დილა გათენდა, უკვე რაღა დილა, მაგრამ თქვენთვის ხომ ახალი დღე ახლა დაიწყო. 9 სიცვლილება შევიტანე იმ ვიდეოზე, რომელზეც გავათენე გუშინ ღამე. ძალიან მოეწონათ, ძალიან, მაგრამ სტანდარტულად ცვლილებების გარეშე არ ჩაუვლია ამ პროცესს. ყველაფერი გავაგზავნე, რაც კომპიუტერით მქონდა სამონტაჟო. ახლა მივდივართ ლოპოტაზე, კოტე იღებს კორპორატიულს და ჩვენც დაპატიჟებულები ვართ. ვიტყოდი, რომ დასასვენებლად მივდივართ ხო, მაგრამ უკვე 4 ვიდეო დავამონტაჟე გზაში.
ავტვირთე, გავამზადე, დავადრაფტე. Რა თქმა უნდა, გზად McDonald's-ში გამოვიარეთ. ჩვენი სამზარეულო რო გვექნება, მე გარეთ საჭმელს ძალიან იშვიათად შევჭამ. ლანჩ ბოქსებით უნდა ვიარო და მეტი არ მინდა ვინმე დამჯაჯოს. ვინ არის ეს კაპასი? არა, რა საყვარელი ცხენია. ნახე იმას მეგობრობა უნდოდა. ნახე რა კარგი ხარო. ნელა თავი. ამ დროს ეს მოკლე ფეხება. წადი სახში რა, წადი. წადი სახში. ასტონოში როგორც კი მოვედით, ბობი კი გავასეირნეთ. დავლიეთ ცხელი შოკოლადი. ცოტა ნარდიც ვითამაშეთ. და კოტესთან რა თქმა უნდა წავაგე. როგორც ვახსენე, დღეს რამდენიმე ვიდეო სცენარი უნდა დამეწერა.ავს გავიმართლებ რო თქვა რომ ვერ მოვიცალე თქო მქონდა ამის მომენტები. თუნდაც ახლა ბოლო 40 წუთია კოტე გასულია უკვე გადასაღებად. მე ჩამეძინა. მერე ვსკროლე. ყოველთვის ისეთი мотиваციური და შემართებით საქმეში ჩართული ვერ ვარ. კოტეს დარჩა ბატარეები და ახლა ვფიქრობ გავეპარო ამ მაიმუნს თუ აიკლებს აქაურობას. ამ ბატარეების გამო ის პოინტში გავიარეთ და მაინც დარჩა ოთახში. ახლა რადგან თქვენთან ვიწუწუნე. მოდი მე ახლა მივცემ ჩემ თავს 1 საათს. ამ 1 საათში იქნება 2 ვიდეო სცენარი მაინც გავწერო და მერე იქნებ გასეირნებით დავაჯილდო ჩემი თავი და კოტეს ბატარეები მიუტანო. ბობისთან ერთად ბობისაც გავასეირნებ. გავარჩევ. მე თქვენი გამომწერი ვარ და ძალიან მეყვარხართ. ძალიან დიდი მადლობა. ძაღლით ეხლა ძაღლი ვიცადი და ხო არ არის მეთქი და დაგინახეთ თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა და ბედნიერი საღამო. ამ დიალოგისთვის ღირს ყველაფერი. იქიდან გამომდინარე რომ ბობის შეყვანა დარბაზში არ შემიძლია. კოტეს ვემაიმუნებ და ვეუბნები რომ ბატრიჯანი გამომიტანე თქო. კარტოშკაც წამომილა. ძალიან ცივა და ბობი რა თქმა უნდა ნელა მოღოღიალებს. მოხსენისებელი რომ მეთქი იქნება ისე უფრო გამოიქცეს თქო. ამას კი მოწოს ეს ტემპერატურა და აბა მე მკითხოს გავითოშე. მორჩა კოტეც გადაღებას და დავედით ოთახში. კოჭო არ იცის. ой მე დაიკარგა. ბობი. სადა ხარ? და გათენდა კვირა დღე 21 დეკემბერი ჩვენი საყვარელი და ჩემი ფავორიტი იუთუბერის ლინაკოს დაბადების დღე, რომლის გამოც ჩვენ პირდაპირ კახეთიდან ჩამოვედით. ზუსტად 6 წუთში ვიქნებით ისევ დომინოში. შკოტეს აქვს საყიდელი რაღაცები სახლისთვის. შეღებოა დაიწყეს უკვე სახლის და არ დამელოდნენ და არ ვიცი ერთ დღეში მორჩნენ უკვე გარედან ყველაფერს. მეც მინდა რომ შევღებო და დამიტოვონ შესაღები. აი ხლა დაინახავ 2 ინტერნეტ ვარსკვლავს, ერთს განსაკუთრებით ცოტა მსუქან. ფაქსო! ნაზე აქ ბედელი რომ გავიარეთ და მეთქი ნახე ამ ადამიანს ჩატში ვწერთ ყოველდღე თქო ანუ ყოველდღე ერთმანეთს წერთ. ვინმე დაბადების დღის საჩუქარი ერთ საათად რიგი ყიდიათ? ალბათ კი, მაგრამ ჩვენც ჟურნალების მაგიდას მოვაკითხეთ აგერ. აი ეს აირჩია ქალბატონმა რა, ეს ჩაუთქვა. რანათელი მზეა იმიტომ რომ დღეს ლინაკოს დაბადების დღეა. ერთი წლის მერე რა მაგარია. ეს ბუნების კანონი ყველასათვის ვალია. ой განურჩევლად იმონეს ой გაცია თუ ქალი
ხალია თუ ხალია მთელი თინეიჯერობა ვოცნებობდი ზუსტად ასეთ ცხოვრებაზე და ვამაყობ რომ გამომივიდა. რა თქმა უნდა ვერც ამ ვიდეოში ჩავატიე ყველა წამი, რაც ნახეთ ჩემი ცხოვრების მხოლოდ 20%-ია და სახლის ამბებს ცალკე შემდეგ ვიდეოში გაგიზიარებთ. მინდოდა რომ ახალწლამდე ამეტვირთა, მაგრამ ვერ მოვასწარი სამაგიეროდ ამ ვლოგშივე ნახავთ თუ როგორ შევხვდი ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად. როგორ იყო ჩვენი ბედობა ჯერ ლინასთან ზღაპრულ გარემოში, თოვლში და მერე უკვე ტრადიციულად ჩემს გოგოებთან ერთად. და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ თუ ერთხელ მაინც გიფიქრიათ რაღაცის შეცვლაზე, აუცილებლად უნდა სცადო. და თუ გულით გინდა არ უშინდები უამრავ გამოწვევას, შენი ფიქრები რეალობად იქცევა. მე შენი მჯერა.